ამ ვიდეოზე რასაც ნახავთ დაუჯერებელი იქნება თქვენთვის, მაგრამ დამერწმუნეთ ეს ნამდვილი შემთხვევაა. ეს ქალბატონი თვალის ექიმთან მივიდა მხედველობის გაუარესების და თვალის არეში ტკივილის გამო. თვალის ექიმმა კი მისი თვალბუდიდან აი ეს რაღაც გამოიღო. დაწერეთ კომენტარებში თუ მიხვდებით რა არის ეს. მე კი გეტყვით, რომ ეს არის კონტაქტური ლინზა, რომელიც კაცმა არ იცის რამდენი ხნის განმავლობაში იყო მოთავსებული თვალბუდეში და ეს არ არის თან ერთეული კონტაქტური ლინზა, არამედ მრავლობითი კონტაქტური ლინზები, რომლებიც ექიმმა ამ ქალბატონის თვალბუდიდან გამოიღო. შეხედეთ უბრალოდ რამდენი კონტაქტური ლინზაა და როგორი გაღიზიანებულია ამავდროულად თვალის ქსოვილი. გეტყვით, რომ საბოლოოდ ეს იყო დაახლოებით 23 კონტაქტური ლინზის ერთეული, რომელიც კრანიალურად თვალბუდეში იყო მოთავსებული. ამ ვიდეოთი კი მინდა ყურადღება მიგაქცევინოთ და ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ კონტაქტური ლინზების ტარებისას უმნიშვნელოვანესი და გადამწყვეტია ჰიგიენის ნორმების დაცვა, რადგან ამ ნორმების დარღვევის შემდეგ იზრდება ინფექციების განვითარების რისკი, კერატიტის, კერატოკონიუნქტივიტების განვითარების რისკი და ამის შედეგად საფრთხის ქვეშ დგება ჩვენი მხედველობა და ხშირ შემთხვევაში არამხოლოდ მხედველობა.